დღეს არის შაბათი 9 მაისი საეკლესიო კალენდარი დღეს არის 26 აპრილი 2026 წელი დღეს არის მეოთხე შაბათი აღდგომის შემდეგ ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა დღევანდელი შაბათის შესახებ გვისაუბრია უკვე აი ამ რიცხვის მიხედვით ეს არის 64 საუბარი და ფაქტიურად დღევანდელი ამ დღის შესახებ ერთი არის კიდე წმინდა მოდუალტრირელი 299 საუბარი ვის ხსენებას დღეს არის და ფაქტიურად ეს თემა მთლიანად ამოწურული გვაქვს მაგრამ კიდევ ერთი წმინდა ნაწილი დაგვემატა კიდევ ერთი დიდი წმინდანის მე ვიტყოდი უდიდესი წმინდანის და აი მის შესახებ მინდა მოგიწყოთ თქო დღეს არ არის მისი ხსენება არის დღეს არის როგორც მოგახსენეთ 26 აპრილი ამის ხსენება არის 29 აპრილს ესე იგი ეს არის სამშაბათი მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა მე მაინც მინდა ამ წმინდანის შესახებ მოგიწყოთ აღარ დაუცადო როდის იქნება 29 აპრილის შაბათი და მოგიწყოთ მის შესახებ მისი ხსენება ასევე არის 19 დეკემბერს საეკლესიო კალენდრით და ეს არის წმინდა ამფილოქე პოჩაეველი წმინდა ამფილოქე პოჩაეველის ხემიგუმენი და გოლოვაჭუკ არის ესე მისი გვარი უკრაინელი წმინდანია და აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის ჩვენი დროის წმინდანი 1971 წელს გარდაიცვალა და აი მოგიყვებით რა პიროვნებასთან გვაქვს საქმე 1971 წელს გარდაიცვალა ფაქტიურად ჩვენი დროის წმინდანია და დაიბადა 1894 წელს დაიბადა უკრაინაში უკრაინა ეს არის ტერნოპოლი დღეს ესე ქვია ტერნოპოლი და სრული სახელი ამ ქალაქის ადრე იყო ტარნოპოლისი იმიტომ რომ სხვადასხვა გადმოცემა არსებობს თუმცა შეიძლება ყველაფერიც მართალია მაგალითად ის რომ ვითომ ტერნოპოლის იმიტომ ქვია რომ წერნა ეს არის კვრინჩხი ქართულად და ეს კვრინჩხი იზრდებოდა იქა და შეიძლება ამის კვრინჩხის ქალაქი ამიტომ და არქვის კვრინჩხი მცენარეა ხო და რუსული ტრადიცია არის განსაკუთრებით რომ აი ამ კვრინჩხისგან იყო მაცხოვრის გვირგვინი მაგრამ სინამდვილეში არა იმიტომ რომ გამოკვლევები არსებობს უკვე იკლის გვირგვინი რომელი იკლისგან იყო და ეს არის სხვა მცენარე, მოკლედ ეს არ არის კვრინჩხი, თუმცა კვრინჩხის საშინელი ეკლები აქვს. ეს ერთი. მეორე ვერსია არსებობს უფრო ალბათ სარწმუნო კი არა, როგორც ჩანს ესე, აი ნახეთ, ეს არის იან ამორ ტარნოვსკი, ეს არის მხედართმთავარი იყო პოლონელი, საერთოდ ლაპარაკი იყო დასავლეთ უკრაინაზე, ძალიან სპეციფიური მხარეა ეს დასავლეთ უკრაინა და პოლონელი მხედართმთავარი იყო ეს ტარნოვსკი და იმან დააარსა ეს ქალაქი. სავარაუდოდ ეს ალბათ ეს ორივე ვერსია ალბათ შეიძლება არსებობს, მაგრამ ამისი დაარსება რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დასავლეთ უკრაინაში ძალიან რთული იყო ყოველთვის ვითარება, ეხლა რას გულისხმობ? აღსარებლობის თვალსაზრისით. იცით, საერთოდ უკრაინაში ეს პრობლემა არსებობს დღემდე არსებობს აი იურისდიქციის პრობლემა. მე ხა რა თქმა უნდა ამ თემაზე არ შევჩერდები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ დასავლეთ უკრაინაში, ძირითადად უფრო კათოლიკური ქვეყანაა
უფრო მეტად, თუმცა ეს კათოლიციზმიც ძალიან რა გითხრათ, მაგალითად ეგრეთ წოდებულ უნიატები ცხოვრობენ აქა, რომლებიც კიდევ კათოლიკებისგან განსხვავდებიან, მართლმადიდებლები ცხოვრობენ და უფრო აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ დასავლეთ უკრაინაში ჩვენ გქონდა შემთხვევა, რამდენიმე წმინდანი ყავდა, ვიზეც ვისაუბრეთ და რომლებიც მართლმადიდებლობის გამო იდევნებოდნენ კიდევაც. ეხლა აქ ამ შემთხვევაში აი ამ დღევანდელ წმინდანთან ეს ამფილოქე, ოღონდ ეს ამფილოქე დიდ სქემაში იყო მისი სახელი, თავიდან იგი დაიბადა როგორც იაკობი, იმიტომ რომ ძალიან ღრმად მორწმუნე მშობლები ყავდა, განსაკუთრებით მამა. და ბავშვს დაარქვეს იაკობი, იმიტომ რომ იგი როდესაც დაიბადა, ეს არის 27 ნოემბერი, ეს არის იაკობ სპარსი, ჩვენ ამ წმინდანზე გვისაუბრია, მისი წმინდა ნაწილიც გაგვაჩნია და იაკობ სპარსის ხსენების დღე არის და ესე იგი აი ამ მისი სახელი უწოდეს იაკობ სპარსის სახელი და ეხლა მამის შესახებ მინდა გითხრათ, რომ მამამ ძალიან დიდი კვალი დატოვა, ფაქტობრივად განსაზღვრა შეიძლება ითქვას ამ ახალგაზრდა იაკობის ცხოვრება, გარდა იმისა, რომ ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, ჰქონდა რაღაცა ესეთი განსაკუთრებული პროფესია მამას და იაკობი მას ეხმარებოდა ამაში. ეს არის ქართულად ესე ითარგმნება, ეს არის ქიროპრაქტიკოსი, ანუ მანუალური თერაპევტი, ანუ ოსტეოპატი. ესე იგი ეს რას ნიშნავს? უნდა ეს სიტყვა გამოვიყენო რუსულად, იმიტომ რომ ძალიან მარტივი სიტყვაა და რუსული ვისაც ესმის, თუ არ გესმით, მაინც მნიშვნელოვანია. რუსულად არის კასტაპრავ, კოშიც არის ძვალი, პრავიც არის გასწორება, ძulis გასწორება. აი ეს არის რუსულ ენაზე ძალიან გასაგები სიტყვა არის და ეხლა ეს რა არის? იცით, ეხლა მე ამ პროფესიაზე აღარ მოგიყვებით. ეს არის მასაჟიც არ არის, ეს არის აი ძვლების ხელით ძვლების გასწორება, იმიტომ რომ ხშირად ხდება ამ ძვლების დაზიანება, ხან ვერ ვერკვევი ამაში მოკლედ კარგად. ეხლა ესე ჭკვიანურს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მოკლედ ქიროპრაქტიკოსი იყო, და მამას ეხმარებოდა ხოლმე. და ეს მერე ძალიან გამოადგა ცხოვრებაში ეს პროფესია. ეხლა მოგიყვებით რატო და როგორ. როგორც მოგახსენეთ, იაკობი დაიბადა 1894 წელს, 1912 წელს უკვე დასრული იყო და ამიტომ მას მოუწია მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1912 წელს და პირველი მსოფლიო ომშიც მონაწილეობდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომი და პირველ მსოფლიო ომში როგორც ჯარისკაცი და სამხედრო ექიმი, აი აქედან დაიწყო უკვე მისი პრაქტიკა, ფელდშერი უფრო ექიმი მთლად არა, მაგრამ მაშინდელი ეს ფელდშერი თუ რა ვიცი როგორ ქვია, ექიმი იყო, ფაქტიურად ექიმი იყო, იმიტომ რომ ეს საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა უკვე ამ 18 წლის ახალგაზრდას დაგროვილი და ამიტომ იქ ძალიან გამოიჩინა ამ ხრივ თავი და ბოლოს რომ დამთავრდა ომის დამთავრებისას ტყვეთი ჩავარდა და ალპებში მოხვდა, ალპების მთიანეთში და ვიღაცა ფერმერს მიამაგრეს, თუ ფერმერის ოჯახში მოხვდა, თუ იმან შეისყიდა, ეხლა ეს აღარ არის ზუსტად, როგორც ტყვე და აი ამ ფერმერთან დაიწყო მუშაობა. ფერმერს ეხმარებოდა, მაგრამ ისეთი წესიერი ადამიანი იყო ეს იაკობი და ისეთი სათნო და რა ვიცი, მოკლედ ამ ფერმერს შეუყვარდა ძალიან ესა და ისე შეუყვარდა, წარმოიდგინეთ ეს თავისი ტყვე, რომ გადაწყვიტა ქალიშვილი მიეთხოვებინა მისთვის. და ოჯახის წევრი გამختارიყო, იმდენად დაეხმარა, იმდენად თან სახში როცა იყო იგი სახლიდან სანამ
წავიდოდა, სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, ძირითადად მამასაც ეხმარებოდა, მაგრამ სოფლის მეურნეობით ესეც მერე ცხოვრებაში გამოადგება ეს პროფესიაც, ასევე სოფლის მეურნეობა და მოკლედ მამის გადაწყვეტილი იყო, ამის დაოჯახება და გამოიპარა იქიდან. გამოიპარა, გაიქცა ტყვეობიდან, მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ კარგი ბედი ელოდა, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ წამოვიდა და დაბრუნდა თავის სოფელში ამ ტარნოპოლისის, რომელიღაც ერთ მხარეში, ეს დიდი ქალაქია, ხო და აი ამის რაიონში თუ ამ მხარეში ცხოვრობდა. და ჩამოვიდა და დაიწყო სახლში ცხოვრება. ესე იგი 1919 წელს გამოიპარა იქიდან, დაბრუნდა და 1900 ახლა თარიღები ჩამოგითვალოთ და მე მოგიყვებით ძალიან მნიშვნელოვან ამბებს მისი ცხოვრებიდან. 1925 წელია, როდესაც იგი მონასტერში წავიდა. მონასტერი კი ამ შემთხვევაში ნიშნავს დიდი მონასტერი არის ამ დასავლეთ უკრაინაში ძალიან, ეს არის პოჩაევის მონასტერი, პოჩაევის ლავრა უბრალოდ და მოკლედ ამ ლავრაში წავიდა ამ მონასტერში მორჩილად და მისი მორჩილება იყო კარგი ოსტატი იყო, ხელით ყველაფერი გამოსდიოდა და ციგების და ბორბლების შეკეთება მაშინ მოგეხსენებათ ეს თანამედროვე ბორბლები არ არსებობდა, როგორც დღეს არის. ხის იყო ეს ბორბლები და ამის შეკეთება, ეს ალგე პროფესია იყო და ასევე ჰქონდა ძალიან კარგი მუსიკალური მონაცემი და ასე რომ გალობელი, როგორც გალობელი, ისე მოკლედ გალობდა კიდევაც. 1932 წელია, უკვე რამდენიმე წელი გაატარა მონასტერში, როდესაც აღიკვეცა და ბერობაში მას ეწოდა სახელი იოსები. 1900 შემდეგ წელს უკვე 1933 წელს დიაკვნად დაასხეს ხელი, 1936 წელს უკვე უდელმონაზონი გახდა და პარალელურად მან დაამთავრა აი ამ პოჩაევში ბერებისათვის განსაკუთრებულ, ესე იგი ცალკე ბერებისათვის იყო საღვთისმეტყველო სასწავლებელი და აი ეს საღვთისმეტყველო სკოლა, მოკლედ კურსი გაიარა მონასტერში და მიიღო საღვთისმეტყველო განათლება. და პარალელურად მთელი ამ წლების განმავლობაში იგი აი ამ თავის პროფესიას იყენებდა, ანუ აი ამ ესე იგი ქიროპრაქტიკოსის მანუალური თერაპევტი, კიდე ერთხელ გავამარებ, ოსტეოპატი. აი ამას ესე იგი აი ამ პრაქტიკას აღენდა და ძალიან ესე იგი იმდენად კარგად გამოსდიოდა ეს საქმე, რომ უამრავი ადამიანი მასთან მოდიოდა და თანდათანობით რომ გაუვარდა ეს სახელი, იმიტომ რომ თან იცით აი აქ უკვე ძნელია ზღვრის გავლება. ზღვარი არ არის რაშ და რა შორის, იცით რომ ის კარგი ხელი ქონდა რაღაცნაირი, ესე ამბობენ ქართულად, რომ ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა და მათ შორის ეს პროფესიაც, აი ეს ძვლების გასწორება, მოკლედ კარგად გამოსდიოდა და თან კარგი მლოცველი იყო და თანდათანობით მოკლედ გაირკვა მერე რომ ეს არა მარტო კარგი ექიმია, არამედ კარგი მლოცველია. მერე მოგვიანებით ახლა ჩამოგითვლით ამას ყველაფერს, მთელი მონასტრის სულიერი მოძღვარიც კი გახდა ბოლოს, იმიტომ რომ იგი ესე იგი აი როგორც მის ცხოვრებაში წერია, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობასაც და სულიერ ჯანმრთელობასაც, იმიტომ რომ ეს ხალხი რომ მოდიოდა, უამრავი, რამდენი ხალხი მოდიოდა, იცით, დღე და ღამე უწყვეტი ნაკადი იყო ამ ხალხის და იყო ასეთი შემთხვევა, რომ დღე-ღამის განმავლობაში აი 500 კაციც კი გაუშვია რა, 500 ადამიანი ძალიან ბევრია, ხო, 500 ადამიანს რომ შეხვდე და თან ეს ჯანმრთელობის პრობლემით. და მოკლედ სულიერ და ფიზიკურ
ჯანმრთელობის ზრუნავდა, რის გამოც უკვე თანდათანობით რომ გამოიკვეთა მისი ეს უნარი მონასტრის ლოცვა-კურთხევით, იგი მონასტრის გარეთ, მონასტრის სასაფლაოზე იყო რაღაცა ქოხი თუ რაღაც, მოკლედ ხელი შეავლეს ამას და იქ ცხოვრობდა ოღონდ მარტო არა. იქ იყო სხვა ბერთან მღვდელმონაზონი ირინარხი. მღვდელმონაზონი მამა ირინარხი, მოკლედ ცხოვრობდა მასთან ერთად, ეს ორი ერთად ცხოვრობდნენ და აი იქ მოდიოდა ეს უამრავი ხალხი. ამის შემდეგ უკვე შემდეგი ეტაპი მის ცხოვრებაში ეს არის უკვე მეორე მსოფლიო ომი და ერთ-ერთი პირველი ტერიტორია საერთოდ რომლის ოკუპირება მოხდა, მე ეხლა ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირის მოქმედებაში იყო სწორედ ეს დასავლეთ უკრაინა და ესე იგი ამ დროს სრულიად დაუფარავად უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და რაც ძალიან სახიფათო იყო იქ იმ ტერიტორიაზე, ეს არის რუსეთის მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის ერთგულებას ქადაგებდა. რის გამოც ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა, იმიტომ რომ ერთი ოკუპირებული იყო ტერიტორია და მეორეც ისედაც მართლმადიდებლობა იქ უმრავლესო, ესე იგი როგორც რუსეთში ახლა არის მაგალითად, იქ ესე არ არის. დღემდე არ არის სხვათა შორის ესე არსებობს ესე იგი უკრაინის მართლმადებელი ეკლესია, რომელიც ექვემდებარება რუსეთის საპატრიარქოს, მოსკოვის საპატრიარქოს, მაგრამ რაღაც ეხლა ესე ზუსტად ვერ მოგიყვებით როგორ არის, იმიტომ რომ მე არ ოფივარ საერთოდ ამ მხარეში და კარგად აი პირდაპირ შეხება არ აქვს. მოკლედ ამის გამო მას ესეთი თავგადასავალი გადახდა, უკვე ომი როდესაც თავდებოდა ომი, ეს 45 წელია, მას ღამე მასთან მოკლედ მივიდნენ შეიარაღებული ადამიანები, 14 შეიარაღებული ადამიანი მივიდა, პარტიზანთა რაზმიდან, ესე უხეშად შევიდნენ სახლში როგორ, ეს როგორც მოგახსენეთ, ცალკე იმაში ცხოვრობს და ეს ორი ბერი, ესე იგი ეს იოსები და ირინარხი. ესენი ცხოვრობენ და შევარდნენ ესენი მოკლედ და იცოდნენ რა ვისთანაც მიდიოდნენ, ჯერ საჭმელი მოითხოვეს პარტიზანებმა, ამათმა აჭამეს რაც ჰქონდათ საშუალება და მე უთხრეს რომ გავიდეთ შენთან საქმე გვაქვს, თუ შეიძლება გაგვაცილე. ესე იგი უთხრეს ამ იოსებს და რომ გავიდნენ უკვე რომ გასულიყვნენ, გამოუცხადა ამ პარტიზანთა რაზმის მეთაურმა, გამოუცხადა რომ იგი უნდა დახრიტონ ახლა. იგი უნდა დახრიტონ, სწორედ იმის გამო რომ აი მართლმადიდებლობას ქადაგებდა, ზოგადად რო ვთქვათ. და ძალიან ესე თავდაბლურად მიიღო ეს იოსებმა და უთხრა რომ რა გაეწყობა, რადგან ესე გადაგიწყვეტია, თუ შეიძლება 10 წუთი მომეცით, რომ ვილოცო და რაც იცოდა ზეპირად ეს ლოცვები დაიჩოქა და დაიწყო ლოცვა. და საოცარი რაღაცა მოხდა, იცით, აი ამ ლოცვამ გადარჩა. როგორ გადარჩა და რომ გავიდნენ და რომ აღარ ჩანდა, ჯერ იყო და ეთყობა ისაუბრეს თუ უთხრეს რაღაცა დრო, მოკლედ და ეს ბოლოს კიდე 10 წუთი და ირინარხი გამოვიდა, კელიდან გამოიქცა სენაკიდან სპეციალურად მიხვდა რაღაცაშია საქმე, მიაგნო სადაც იყვნენ ესენი და რომ დაინახა რომ ეს ლულა იყო პირდაპირ მიშვერილი მასზე. ეს ლოცულობდა და ლულა იყო და 10 წუთის მერე მოკლავდნენ, ხო? და ამ ლულას ეცადა დაუწია ძირს და თხოვა რომ მოკლავთ, რაღაც ფეხებში ჩაუვარდა ამათ რომ რაღაცა და სხვათა შორის საოცარი რაღაცა მოხდა და აღარ მოკლეს ამათმა, აღარ მოკლეს. ასეთნაირად გადარჩა. და უკვე რადგან ამ მონასტრის გარეთ საშიში იყო ცხოვრება ამ სასაფლაოზე, ისევ დააბრუნეს მონასტერში. და ამის შემდეგ 1951 წელს უკვე დაიწყო
ესე იგი თანდათანობით სხვადასხვა დანიშნულების ძალიან ხშირად უცვლიდნენ მორჩილებას. მაგალითად, ამ პოჩაევის მონასტერში არის ღვთისმშობლის ტერფის გამოსახულება ინახება, ეხლა ამაზე აღარ მოგიყვებით და აი მისი მცველის მოადგილედ დაინიშნა. ასევე ბაღი, მონასტრის მებაღეობა დაევალა მთლიანად იოსებს და 1953 წელს უკვე იღუმენის ხარისხში იყო აყვანილი და თანდათანობით ხა კი ჩამოგიწვით, თუმცა მეც არ მესმის კარგად რატო არის ესეთი მნიშვნელობა, მაგალითად სანთლების ზოგადად ესე იგი მთელი მონასტრის სანთლები ჩაბარდა ამას, ნუ ეს ანაწილებდა, შემდეგ ნათეობა დაევალა ტაძარში, შემდეგ 1957 წელს უკვე მომლოცველები რომ მოდიოდნენ, მომლოცველები მონასტერში. ამ მომლოცველების მოძღვრად დაინიშნა, იმიტომ რომ ესენი რომ მოდიან მომლოცველები, იმათ ჭირდებათ ეს აღსარება და ნუ ცხადია რომ ზიარებისთვის მოდიან, უამრავი ხალხი მოდის. მერე დაინიშნა კიდევ სანთლების გამყიდველად. ოღონდ ეს რაღაცა ისე არის ჩამოთვლილი, რომ დაწინაურებასავით არის მოკლედ ესა. და ბოლოს 1959-დან 62 წლამდე დაინიშნა მონასტრის, მთელი მონასტრის, აი პოჩაევის მონასტრის სულიერ მოძღვრად. და ფაქტიურად ამ ბერებს და ნუ ყველასგან უკვე ფაქტიურად მისი აი სულიერი მოძღვარი გახდა. ნუ მონასტრის იღუმენი არ ყოფილა, მაგრამ სულიერი მოძღვარი იყო. ყველა მასთან მოდიოდა აღსარებაზე, მოკლედ. ნუ ეს გაგრძელდა 1962 წლამდე, იმიტომ რომ 50-იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც სტალინი გარდაიცვალა, ხრუშოვი იყო ესეთი მოკლედ ლიდერი, საბჭოთა ლიდერი, რომელმაც ხელახალი დევნა დაიწყო ეკლესიის. ნუ ეხლა რო გითხრათ რომ მე ეს მახსოვს, კარგად არ მახსოვს, რა თქმა უნდა. მაგრამ აი ეს პერიოდია უკვე ახალი დაბადებული ვიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ მაინც ეს ხრუშოვის დევნა იგრძნობოდა. საქართველოშიც მე მომიყოლია ბევრჯერ ეს ამბები და აქ მოკლედ ამ ხრუშოვის დევნა გამოიხატა იმაში, რომ აი ამ პოჩაევის ლავრაში ცენტრალური ტაძრის დასაკეტად მოვიდნენ ნუ ჯარისკაცები თუ პოლიციელები რა, მილიცია ერქვა მაშინ, მილიცია, მოკლედ მილიცია მოვიდა, რომ ტაძარი დაეკეტათ რაღაც რაზმი იყო თუ რაღაც ჯგუფი ამ მილიციელების და ეს იოსები, მამა იოსები გაექანა, მოკლედ ერთ-ერთ პოლიციელს წაართვა გასაღები ტაძრის და ახალგაზრდა იღუმენი ყავდა მონასტერს, ნუ მონასტრის იღუმენი ვინც იყო და იმას უთხრა, რომ აი გადასცა და უთხრა ეს უკვე ასაკოვანი ადამიანია ცხადია და გადასცა და უთხრა, რა ვიცი, არ მიცე იცოდე ეს გასაღები და ხალხი იყო შეკრებილი. ხალხო რა უნდათ ამათ და რაღაც ესეთი შეძახილები იყო, ვისია, ვინ განაგებს ეკლესიას, მილიციელები განაგებენ ეკლესიას, თუ რა ხდება და მოკლედ ამ ხალხმა რაღაცა ეს ხელკეტები აიღოთ, რაღაცა შეაშინეს ეს მილიცია და გაიქცენ ესენი ეს მილიციელები. ესენი კი გაიქცენ, მაგრამ ნუ იცოდა იოსებმა რაც მოყვებოდა ცხადია ამას და რამდენიმე დღის შემდეგ გამოაგზავნეს არ ვიცი ქართულად როგორ თქვა. მე მგონი არ ითარგმნება ეს სიტყვა, ვარონკას ეძახდნენ ეს ჩემი ბავშვობის ცნობილი სიტყვა, ვარონკა ეს არის პოლიციის შავი, ესე იგი შავი ვარონკა რა, ესე იგი რა არის ხა ეს? ეს არის დახურული მანქანა პოლიციის, რომელიც პატარა საპრობილესავით არის, ანუ შიგნით რომ შეგაგდებენ და ჩაკეტავენ, გისოსები აქვს ამას და მოკლედ დასაპატიმრებლად, ადამიანის დასაპატიმრებლად ეს და ეს ვარონკა მოვიდა მოკლედ მონასტერში და იოსები დააპატიმრეს და ეხლა
ნუ მაინც მიუხედავად ყველაფრისა, კი ეს გაგანია, ესე იგი საბჭოთა კავშირი და დევნაა ეს ხრუშჩოვის როგორც მოგახსენეთ, მაგრამ ნუ მაინც რაღაცა გარკვეული კანონმდებლობა არსებობს რა და ეხა ესე პირდაპირ ისთვის უნდა გაასამართლონ ეხა ეს რო პოლიციელები შეეშინა, ესე იგი ესე პირდაპირ ვერ მიუყენებენ მუხლს და რა უქნეს, იცით? ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და აქ ამ საავადმყოფოში ფსიქიატრიულში იყო პალატა განსაკუთრებით აგრესიული და განსაკუთრებით საშიში ფსიქიატრიული ავადმყოფებისათვის. აი იმ გადაიყვანეს იქა და რა გაუკეთეს, იცით? ესე იგი დაბმული ყავდათ საწოლზე, და უკეთებდნენ ნემს უკეთებდნენ, რომელსაც როგორ ზემოქმედება ჰქონდათ, სხეული ბერებოდა, სივდებოდა რა, სხეული სივდებოდა და როგორ სივდებოდა, იცით, კანი უსყდებოდა და აი იმდენად სივდებოდა ეს სხეული და აი ამას უკეთებდნენ მოკლედ ამ ნემს. ნუ რა თქმა უნდა ეს მოკვდებოდა. ორი აზრი არ არის, იმიტომ რომ რამდენხან შეიძლება ადამიანმა ამ წამებას გაუძლოს და რამ გადაარჩინა, იცით, არ ვიცი რატო არ წერია, მაგრამ ალბათ ამ ვრცელ ცხოვრებაში უფრო იქნება ეს. მისი ვრცელი ცხოვრებაც არსებობს დაწერილი. სტალინის ქალიშვილმა მოინახულა ეს სვეტლანა ალილუევა. მოინახულა ეს ფსიქიატრიული საავადმყოფო, იმიტომ რომ სვეტლანა ალილუევას ჰქონდა ფსიქიატრიული პრობლემა თავის დროს. და აი ამ იოსებმა განკურნა ამისგან ლოცვით, არ ვიცი და მოკლედ ესე და ეს რომ მოვიდა სვეტლანა და რო იცნო, ძნელისაცნობი იყო, მაგრამ იცნო და რო გამოკითხა ვინ არის რაღაცა და რო გაიგო ეს მამა იოსებია, ნუ მოკლედ მთელი თავისი გავლენა, ვიცი, ყველაფერი გამოიყენა და გამოიყვანა ამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდან და ნუ დაბრუნდა უკვე თავის მშობლიურ სოფელში და თავის იმიტომ რომ ეს დევნაა რა მონასტერში, რა ვიცი რატომღაც მონასტერში არ დაბრუნდა სოფელში და სამი წელი გაატარა მოკლედ მთლიანობაში ამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და მისი ძმისშვილი თუ დიშვილი ანა ცხოვრობდა ამ სოფელში უკვე იმ სახლში, ამათ სახლში და ამ ანას თავის ძიშვილთან დასახლდა მოკლედ. უფრო სწორედ ძმისშვილთან ეხლა გამოჩნდა პანტელეიმონი ერქვა მის ძმას, პანტელეიმონი ეს ძმა გარდაცვლილი იყო და მისი ძიშვილი ანა და ამასთან დასახლდა, მოკლედ ერთად დაიწყეს ცხოვრება. ეხლა ეს როგორ გაჩერდებოდა ხო ესე და თავისი ხელით ჯერ იყო და მაღალი სააშენა რა ქვია. სხვა შორის სურათიც არის მე გაჩვენებს, რომ ტრედები უყვარდა და ტრედები და საერთოდ ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი აი ეს უნარი მეურნეობის წაძღოლის და დიდი მაღალი შენობა ააშენა ტრედებისთვის და აი ამის ქვეშ გააკეთა სახლში ეზოში სამლოცველო, სადაც იგი ლოცვებს კითხულობდა და გარდა ამისა კიდევ გააკეთა სატრაპეზო შენობა. იმიტომ რომ ისევ გაიგეს რომ დაბრუნდა იოსები და ისევ დაიწყო ხალხმა მასთან აი ამ სულიერი თუ ფიზიკური კურნებისთვის. ნუ როგორც ისეთი ექიმი იყო ბოლოს ისე ჩამოყალიბდა რომ აი შორიდან მოდიოდა ხალხი მასთან. ეს კი ქადაგებდა და კურნავდა. ეხლა უკვე ყველაფერი მოსინჯა ამ ხელისუფლებამ, საბჭოთა ხელისუფლებამ და ნუ ვერაფერი ვერ უქნეს ხო ციხეში წყავდათ ყველაფერი და ესე და ეხლა ესეთი რაღაცა მოიფიქრეს.
დაუწყეს ისე დაიწყეს მასზე ცილის წამების გავრცელება და განსაკუთრებით ამ უშიშროების სამსახურმა ეს ცნობილი სიტყვა არის ესე იგი. ნუ ხათლად სუკი ესე KGB. ამ სუკმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი. ამ სუკმა დაიწყო მუშაობა ამის ნათესავებთან. ამის ნათესავებთან და მის წინააღმდეგ და ბოლოს ერთ-ერთი ნათესავი რა გააკეთა იცით ამან ისე რა ვიცი რა უქნეს ესე როგორ მას ქნეს გაამხეცეს ეს კაცი და მოტყუებით ტრაქტორში ჩაისვა და გაიყვანა რაღაც არ ვიცი რა უთხრა მოკლედ წაიყვანა ეს ასაკოვანი ადამიანი წაიყვანა და სადღაცა ჭაობში შეიყვანა ზამთარეათან რა ჭაობში შეიყვანა ნუ ტრაქტორით შევიდა ამ ჭაობიან ადგილზე და მოკლედ ეს მოხუცი კაცი ცემა საშინლად ცემა დაასახიჭრა ისე ცემა და ეს ნაცემი აი ამის უგუნოდ დააგდო იმ ჭაობში ჩადავა და წამოვიდა მოკლედ იმ ზამთარში ამ ჭაობში რამდენიმე საათი ესე უგუნოდ ეგდო თუ რაღაცა და მოკლედ მორწმუნეებმა იპოვეს რომ მოიკითხეს ახლა ხო მომრავი ხალხი მოდიოდა როგორც მოგახსენეთ მაგრამ არ არის და დაიწყეს ძებნა და ბოლოს აღმოაჩინეს ეს ცოცხალდარი მოკლედ ამ ჭაობში და წამოიყვანეს იქიდან და ნუ სანამ წაიყვანათ ახლა მიიყვანეს ლავრაში ცოცხალია ჯერ კიდევ ლავრაში ამ პოჩაებს ლავრაში მიიყვანეს ნუ იქ ახლა ბერებმა მიიღეს რა თქმა უნდა და რომ ნახეს ახლა ეგონათ რომ დილამდე ვერ გადარჩებოდა რა რომ მიიყვანეს საღამოს და ამიტომ აღკვეცეს დიცქემაში დიცქემაში აღკვეცეს და დაარქვეს ამფილოქე იკონიელის სახელი არ ვიცი მაინც დამოიც რატო ეს მოიფიქრეს მაგრამ ნუ ამფილოქე ეწოდა უკვე როგორც სქემიკუმენი გახდა და ესე იგი დილამდე გასტანა ოღონდ საოცრება მოხდა და არ გარდაიცვალა თანდათანობით გამოჯამთელდა გამოვიდა ამ მდგომარეობიდან გამოჯამთელდა და ისევ დაბრუნდა თავის სოფელში და კიდევ უფრო მეტი ხალხი მოდიოდა მასთან უკვე ფაქტიურად აი იმ ქვეყნიდან მობრუნებული იყო და სახელიც უფრო მეტი ქონდა უკვე და მოკლედ კურნავდა ისევ ადამიანებს და ნუ ესეთი ცნობილი მოკლედ ესეთი სულიერი მოძღვარი გახდა მთელ სიმხარეში და ამის შემდეგ უკვე გააფართოვა ეს ეზო და უკვე დედათა მონასტერი გახსნა იქ ანუ მონაზვნები კი არა აი მორჩილები იყვნენ ქალები რომლებიც იქ ცხოვრობდნენ და ემსახურებოდნენ ამ მომსვლელ ადამიანებს და თვითონ მასაც იმიტომ რომ უკვე ასაკში იყო უკვე მამა ამფილოქე და გარდა იმისა რომ კიდე ამ ხალხს ემსახურებოდა გარდა იმისა რაღაც როგორც 64 ესე აყვავა იქაურობა ეხმარებოდნენ რა თქმა უნდა ეს მორჩილების და ეს ხალხიც არაჩვეულებრივი ბაღი გააშენა და კიდევ ეს ტრედები მოაშენა მოკლედ რა ნუ 64 აქცია იქაურობა და აი შემდეგ ესე იგი რა მოიფიქრეს ესე იგი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა აი სუკმა ქართულად რაღაც უსიამოვნო ჭრეს ხო ეს სიტყვა ხო და იქ რუსულად მრისხანეთ KGB ხო და ამ KGB-მ რა გააკეთა ესე მოკლედ შეაგზავნეს ქალი ერთ-ერთი ქალი მორჩილი ქალი ვითომ ესე იგი დიდი მორწმუნე და ესა და მოკლედ ეს ქალი რაღაც ისე მოახერხა რომ ხელში ჩაიგდო მოკლედ ეს ამის მოულა და ისა და საჭმელში უჭყრი და რაღაცა შხამი იყო რომელსაც ესე იგი ეს საშინლად მოქმედებდა ნუ იბერებოდა გულისრევები ქონდა მოკლედ შხამს უყრიდა საჭმელში და უყრიდა წყალში კიდე სხვა შხამს რომელთაც სახეს იბანდა ეს და ამან ეს იცოდა რომ ეს და ამბობდა ესე იგი სხვათა შორის ხმამაღლა რომ
აი ამ მორჩილებს შორის, ამ დედებს შორის, რომ არის ერთი იუდა. ესე ამბობდა და ბოლოს ამ ქალს ეუბნებოდა, პირდაპირ ეუბნებოდა, რომ მოინანი. და ოღონდ არაფერს არ მშვებოდა. ჭამდა იმ საჭმელს, მოშყამულ საჭმელს იცოდა და ესე და ამ ქალმა ესე იგი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ექიმი არ მისულიყო მასთან. და მოკლედ ასეთნაირად აი ესეთი ტანჯვით ფაქტიურად გარდაიცვალა 1 იანვარს 1971 წლის 1 იანვარს გარდაიცვალა ფაქტიურად ნამდვილი მოწამეა რა უდელახსარებელი თუ უდელმოწამე თუ რა ვიცი აი ნამდვილი მიუხედავად იმისა რომ ესე პირდაპირ ხელების გადაგრეხვით არ მოუკლავთ მიუხედავად ამისა აი ესეთი ტანჯვა გამოიარა მოკლედ 2002 წელს უკრაინის ეკლესიამ შერაცხა წმინდანად და 2005 წელს რუსეთის ეკლესიის კალენდარში შეიტანეს მისი სახელი და 2016 წელს მოხდა მისი საყოველთაო კანონიზაცია და დღეს კალენდარშიც არის მისი სახელი და მოკლედ დღეს არის ძალიან ცნობილი წმინდანი დასავლეთ უკრაინაში დღეს ესე მოიხსენებენ სქემ იღუმენი ამფილოქე ესე არის კალენდარში შეტანილი ეს სულაც გაჩვენებთ ფოტო არის ეს არის სიცოცხლეში გადაღებული ცხადია აი ესეთი ფოტო არსებობს მისი და კიდე გაჩვენებთ რაღაც ფოტოები გაგვაჩნია აი ეს რამდენიმე სხვადასხვა ფოტო არსებობს მისი აი ეს აი კიდე ეს დისკემაში ესე გამოიყურებოდა მოკლედ მამა ამფილოქე აი მტრედებთან ერთად ნახეთ ბაღში მტრედებთან ერთად აი ესე და ბოლოს აი ეს არ ვიცი ხა ხატია კი რა თქმა უნდა აი ესეთი ხატი არის ამ სურათების მიხედვით შექმნილი ეს არის სქემი იღუმენი ამფილოქე რომლის ხსენებაც როგორც მოგახსენეთ არის 29 აპრილს საეკლესიო კალენდრით შეგვეციოს წმინდა ამფილოქეს მადლი და მე ამითი დაგემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა